მთავრობის წევრთა გადადგომას აფასებენ აჭარაშიც. მმართველი გუნდის ოპონენტები რეგიონში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ გამოასწორებს და ამისთვის ცვლილებები ხელისუფლების ყველა დონეზე აუცილებელი. ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოში აცხადებენ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები რეგიონისათვის გადამდები არ იქნება. დიმიტრი ჭაიშვილი ფიქრობს, რომ ვიდრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბიძინა ივანიშვილის სიმპათიით სარგებლობს, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ჭაიშვილის განცხადებით პოზიციას ისიც ამყარებს, რომ მურმან დუმბაძესა და არჩილ ხაბაძეს შორის არსებული დაპირისპირება დუმბაძის კრახით დამთავრდა და ურთიერთობა თანამშრომლობაში გადაიზარდა. აჭარის მთავრობა კი მდგრადობას ბიძინა ივანიშვილის გავლენებით შეინარჩუნებს. განცხადება გააკეთეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. აქაც იზიარებენ პოზიციას, რომ საქართველოს მთავრობის გადადგომა ამ ეტაპზე რეგიონზე გავლენას არ იქონიებს. კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ავტომატურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადადგომას არ იწვევს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების მთავრობის გადადგომა. რა თქმა უნდა, აქ უკვე არის კლანური დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლებაში, გუნდებში, თვითონ ქართული ოცნების წრეებში და აქ მნიშვნელოვანი იქნება, რომელი კლანი გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში და რომელი კლანის ბანაკში აღმოჩნდება არჩილ ხაბაძე და მისი მთავრობა. რეგიონთან დაკავშირებით ვერაფერი მე პირადად არაფერს ველოდები, გამომდინარე იქიდან ჩვენ მქონდა აქ მოცემულობა ხელისუფლების ორი შტო, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და არჩილ ხაბაძის გუნდი ეგრეთ წოდებული დაპირისპირებულნი იყვნენ, რის შედეგადაც მოხდა ის, რომ მურმან დუმბაძის გუნდი განეიტრალდა, გამომდინარე იქიდან რომ ზოგი მისი მეგობარი გაიყიდა, ზოგს რაღაც დაპირდნენ, ზოგს შეპირდნენ, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს რეგიონზე არანაირად კარგად არ აისახება, იყო მაშინაც ინტერესების გაყოფაზე საუბარი და გაიმარჯვა ამ შემთხვევაში არჩილმა. ბატონი არჩილი ვიცით რომ არის ბატონ ბიძინას მიერ ხელდასმული რჩეული ბიჭი, აქედან გამომდინარე სანამ მისი ლეგიტიმაცია ბიძინას თვალში არ მოიწურება, აქ ადგილზე არავის არაფერი ემუქრება.